როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, დამეთანხმებით, რომ თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასე დროს იწყება ბრძოლა, რომლის შედეგსაც ხშირად პროფესიონალიზმის სწრაფი რეაგირება და სწორი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. 10-30-ის ბრიგადისთვის ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, თუმცა რამდენიმე წუთში ისინი უმძიმესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. რა მოხდა შემთხვევის ადგილზე და როგორ დასრულდა ეს ისტორია? ჩვენი ჟურნალისტი ლუკა ვადაჭკორია თავის სიუჟეტში გვიამბობს ადამიანებზე, რომლებმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც არ დაკარგეს იმედი და სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. 10 საათი ხდებოდა, მივდიოდით მისამართზე, 20 კილოზე მივდიოდით ვაგზლის ტერიტორიაზე და რეალურად დაგვხვდა სხვა სურათი, სხვა პაციენტი საერთოდ. შეხვდა მოქალაქეთა ჯგუფი, დავინახეთ ჩვენ, მე და ჩემმა ბრიგადამ და ადამიანი იყო იმ ჯგუფში, ესე ვთქვათ, მოქალაქე უკვე რამდენიმე წუთის დაახლოებით 7 წუთის უკვე გადასული დახვდა. გავაჩერეთ მანქანა და დავინახეთ, რომ გადავედით, ვნახეთ, რომ მამაკაცი იწვა ძირს. სასწრაფოდ დაუყოვნებლივ ავიყვანეთ მონიტორზე, სასიცოცხლო პარამეტრები არ იყო. დავიწყეთ გულფილტვის რეანიმაცია. რეანიმაციის დაწყებიდან სადღაც 5-7 წუთის განმავლობაში ალბათ რითმი აღდგა, პულსი წამოვიდა. მახსოვს გურანდა ექიმის კივილი, პულსი აღდგაო, მე ჩემებურად ისეთ აფექტში ვიყავი, მაგრამ აი ის ხმა არ დამავიწყდება, იმხელა ემოცია იყო, პულსი აღდგაო. სხვა გამოძახებაზე მიმავალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი შემთხვევით გადააწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან შეკრებილ ხალხს. მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცი უგონოდ იწვა. ხმაური, პანიკა, გაჩერებული ტრანსპორტი და ათეულობით შეშინებული ადამიანი. სანამ სხვები დახმარებას ელოდნენ, გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის წევრებმა იცოდნენ, რომ უკვე მოქმედების დრო იყო. მონიტორმა ყველაზე მძიმე დიაგნოზი აჩვენა – ასისტოლია. მდგომარეობა, როდესაც გული აღარ მუშაობს. თუმცა ბრიგადის პროფესიონალიზმის წყალობით რამდენიმე წუთში პულსი კვლავ დაფიქსირდა და მამაკაცის გული ამუშავდა. ამ ემოციას ვერ ავღწერ, იმდენად დიდია, იმდენად რაღაცა არამქვეყნიური ხდები იმ მომენტში. საიდან მოდის ეს დაუოკებელი ძალა, უშრეტი ენერგია, იმ დროს სულ სხვა ადამიანად იქცევი და რა თქმა უნდა, იმის სურვილი გაქვს, რომ პაციენტს დაეხმარო და გადაარჩინო და აი ეს უკვე სხვა ემოციები, სხვა განცდები აი შემდეგ მოდის პირველი ეტაპის დასრულების მერე. ბედნიერია ეს დღე ჩემთვის დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ დღეებთან ერთად. დაპასუხისმგებლოა და პირველ რიგში რაც თავარია საამაყო პროფესია არის პირადად ჩემთვის. როცა ვიწყებდი 2 წლის უკან მუშაობას, მე ამ მოტივით მოვედი ამ სამსახურში, რომ მინდოდა ადამიანების გვერდში დამდგარიყავი, ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში დამდგარიყავი. ჩემი мотиваცია ეს იყო და ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ სამსახურში მუშაობ, ადამიანებს ვემსახურები და ჩემი წვლილი შემაქვს მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში. ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევები ხშირად გვაქვს. ყველა თანამშრომელი აბსოლუტურად მიჩვეული არის მსგავს სიტუაციებს და სწრაფად რეაგირებას. ანუ ვიცით რა როგორ უნდა გაკეთდეს, მალე პირველ რიგში რომ სწრაფად უნდა შეფასდეს სიტუაცია, პაციენტი, გარემოება და შეძლების დაგვარად, რაც შეგვიძლია ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის თითოეული გამოძახება უბრალოდ სამსახური არ არის. ყოველი პაციენტი ისტორიად რჩება, ზოგჯერ კი საკუთარი ცხოვრების ნაწილადაც. ხედავდი, როგორ ხდებოდა ამათ ადამიანურად ისეთ თვალებს ხედავდი, რომ ნამდვილად გულით მუშაობდა გურანდა ექიმი. ეს ყველა მეორე ექიმიც, მძღოლიც, ყველას თვალებში იკითხებოდა, რომ წუხდნენ და ამავდროულად ცდილობდნენ თავიანთი ყველაფრით, ყველა ძალა გამოეყენებინათ და გადაერჩინათ. რო საქმოვედი, ვიცოდი, რომ მექნებოდა მსგავსი სიტუაციები, იქნებოდა ესეთი ფორს-მაჟორული სიტუაციები და ასეთ ისე მზად ვიყავი. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში
ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ამ სფეროში ხარ და ეხმარები ადამიანს სიცოცხლის არჩენ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის ემოციურად. უნდა გამოსცადო ეს ისე მარტო სიტყვებით რთულია ამის ახსნა. და რა თქმა უნდა, ამაყობ მე იმით, რომ რეალურად სიცოცხლის არჩენ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი საყვარელი საქმის და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმუმი დავდოთ ამ საყვარელ საქმეში. გვიწევს ისეთ სიტუაციებში და ისეთ ადგილებში მისვლა, მიუდგომელი ადგილებში სიტუაციებიც არის ისეთი, რომ ხშირად საცობში გვიწევს მოძრაობა და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მობილურად მივიდეთ ადამიანებამდე, პაციენტებამდე და დროული რეაგირება მოახდინოთ ჩვენი მხრიდან. 10-30 ბრიგადისთვის ეს დღე დასრულდა ისე, როგორც ყველა მათგან სურს რომ დასრულდეს, გადარჩენილი სიცოცხლით. სიცოცხლით, რომელიც დღესაც გრძელდება და ადამიანებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ზოგჯერ გმირობა უბრალოდ საკუთარი საქმის კეთება.